დ-ვიტამინი და ოფლიანობა, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. ამაზე ბევრი შეკითხვა შემოგდის და ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ჭეშმარიტი ჭარბოფლიანობა დ-ვიტამინთან არ არის დაკავშირებული, თუმცა რაქიტის დროს, როდესაც უკვე დაავადება გამოვლინდება, შესაძლებელია თავის არეში ოფლიანობა იყოს ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი. მაგრამ ამ დროს, როგორც წესი, სხვა ნიშნები არის ხოლმე, როგორც წესი გამოვლინდა, ეხლა დავითი აგვიხსნის, რა ნიშნები იქნება ეს. სანამ თავის არეში ოფლიანობა წამოვა, მაქამდე სხვა რაქიტის ნიშნებიც იქნება გამოვლენილი, როგორც არის მაგალითად თავის ქალის მიდამოში რბილი ძვლები, კოჭის და მაჯის მიდამოს შესქელება, მოტორული შეფერხება, ასევე ზრდაში ჩამორჩენა და ამ ყველაფერს პედიატრმა და მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს. შესაბამისად, დავით, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავის არეში ოფლიანობა, თუ ეს დამატებითი ნიშნები არ არის გამოვლენილი არც რაქიტთან და შეიძლება საერთოდ არც სხვა დაავადებასთან არ იყოს კავშირში და უბრალოდ ნორმის ერთ-ერთი ვარიაციაც იყოს, თუმცა მთლიანი სხეულის არეში თუ არის ოფლიანობა, ეს ნებისმიერ ვარიანტში მოითხოვს პედიატრის ყურადღებას და მშობლის ასევე ყურადღებას. დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ ოფლიანობს თქვენი ბავშვი თავის არეში.